სამეზოში მართლა ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან მაღალია ინტერესი, მხარდაჭერა და სოლიდარობა 21 წლის მშავდებულის მათე დევიზის მიმართ. აქ შეკრებილმა საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მათ ვერ ახერხებენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი მედია სივრცეს და ამიტომ საერთოდ არ იციან ის რომ თუნდაც მათე დევიზემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარი სასამართლო პროცესი დატოვა და თქვა რომ მას არ აქვს ძალა მოისმინოს განაჩენი. მოდით ვკითხოთ საზოგადოებას რა მოლოდინი აქვთ მათ და როგორია მათი განწყობები იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენ ვნახეთ ამ სასამართლოს შენობის როგორც მიღმა ისე გარეთ. ძალიან ბევრი ხალხია რაც დამაიმედებელია და გვაჩვენებს რამდენად სოლიდარულია საზოგადოება და როგორ არ ეგუება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს სასამართლოში. დათო ჩხეიძეს ხედავ. დათო, მათე დევიძემ დატოვა სასამართლო დარბაზი, თქვა რომ მას არ შესწევს ძალა მოისმინოს განაჩენი. მოსამართლე მოსაფიქრებლად არის გასული. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა ვიცი ძალიან მაღალია ინტერესიც და სოლიდარობა რა შეგიძლიათ უთხრათ. ერთი ძალიან საინტერესო წერილი ჰქონდათ რომელიც პატიმრებს ეძღვნებოდა და დღეს რას ეთყოდით 21 წლის მათე დევიძეს. იცით რა, მე მათე დევიძეს არ ვეტყოდი, უფრო საკუთარ თავს ვეტყოდი და საზოგადოებას ვეტყოდი, რომ რამდენ წელსაც მიურჩის სასამართლო მათე დევიძეს, ეს იქნება მათე დევიძე ციხეში ჩაჯდება ჩვენი შვილების და ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ეს არის ფაქტი. აქ არ არსებობს ორაზროვნება, ეს არის ცალსახად. 20 წლის ბიჭს საზოგადოება მსხვერპლად სწირავს საკუთარ ევროპულ მომავალს. დიდი მადლობა დათო ჩხეიძეს უსმენდით. მოდით დაგათვალიერებინებთ ეზოს მიშოს ვთხოვ რომ წამომყვეს და ვკითხოთ სხვა ადამიანებსაც რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. აი რეჟისორ უტაბერიას ხედავ სხვათა შორის ანდრო ჭიჭილაძე ხავს გადაღებული, ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელის განაჩენიც სავარაუდოდ ზაფხულში დადგება. რა მოლოდინი გაქვთ 21 წლის ბიჭს ასამართლებენ, ალბათ არიცით რომ მან დატოვა რამდენიმე წუთის წინ დარბაზი და თქვა რომ არ შესწევს ძალა მოისმინოს ის განაჩენი, რომელიც მის წინაშე დადგება. როგორ კინოს გავს, როგორც კინორეჟისორს უნდა გკითხოთ დღევანდელი ვითარება ამ სახელმწიფოში და უშუალოდ სასამართლოში. აბსურდუს, როგორც თვითონ ანდრომ თქვა, აბსურდი არის, რაშიც აღმოვჩნდით ყველანი ერთად. ძალიან უსამართლო აბსურდი. და აღმოჩნდა, რომ გამძლეობაზე არის ეს უსამართლოა. და გამძლეობას ვუსურვებ პირველ რიგში ბიჭებს. და მგონია, რომ გავუძლებთ. კი არა და გავიმარჯვებთ აუცილებლად და რაც არ უნდა მოხდეს დღეს, არ დავნებდებით. პირველ რიგში მათეს მინდა უთხრა, რომ გაძლიერდეს. დიდი მადლობა. ლიკა გუნცაძეს ხედავ ანდრო ჭიჭილაძის დედას, რომელიც საკუთარი შვილის სასამართლოებზე არ დადის. თქვენ საკუთარი შვილის სასამართლოებზე არ დადიხართ და სამაგეროდ მოხვედით 21 წლის მათე დევიზის პროცესზე. გიმძიმთ ანდროს აქ საბრალდებო სკამზე ნახვა, მაგრამ მოხვედით აქ და რას გაჩვენებთ დღევანდელი სასამართლო ვითარება, რას ეტყოდით ახალგაზრდებს მათეს მათ შორის, რომელმაც არ ვიცი ისიც თუ არა დატოვა საკუთარი სასამართლოს ხდომა, თქვა რომ მას არ შესწევს ძალა მოისმინოს განაჩენი. ეს არის დღევანდელი დღე, უმძიმესი დღე, მე არ დავდივარ სასამართლოებზე. ძალიან მიჭირს ამ ეზოში ჩამოსვლა, ამ შენობის დანახვა, ამ პოლიციელების დანახვა, რომლებიც რაღაცა ეს არ არის პოლიცია, ეს არის არც მილიცია, არაფერი არ არის ეს რაღაცა. ხალხია, რომელიც დასპეცებულები არიან იმაზე, რომ მიაყენონ ხალხს შეურაცხყოფა და ფიზიკური და მორალური და რაღაც ყველაფერი. უმძიმესი დღეა, რა თქმა უნდა, ეს 21 წლის ბიჭი არაჩვეულებრივი სრულიად. იმიტომ რომ სამი პოლიციელი თუ სამი თიტუშკა თუ ვიღაცა მისდევდა და დაიცვა თავი, ამისთვის უნდა მიუსაჯო ნამდვილი წელი. მე დავაწანა თავს ძალა, რომ დღეს ყოფილიყავი ასე თუ ისე მათეს გვერდზე და არ ვიცი, უმძიმესი დღეა ჩემთვისაც და პირველ რიგში მე მინდა რომ მათეს როგორ გამოვხდნელო არ ვიცი, მაგრამ უნდა გავუძლოთ ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ და მე
მე ვფიქრობ. ძალიან ინტენსიური სასამართლო პროცესები აქვს ამ დროსაც მათ შორის და რო ჩავხედე კალენდარს საკუთარ დაბადების დღესაც სასამართლო დარბაზში გაატარებს. სამწუხაროდ ესეა კი. სამწუხაროდ ესეა, ეს არის მე ვფიქრობ რაღაცა წამების ახალი ფორმა, რომ ეს პატიმრები ეს ყოველ მესამე დღეს ამ სასამართლოში და ლისტვის კაცმა არ იცის, მაინც იმას გააკეთებენ, რაც თვითონ უნდა სამართალთან ახლოს არჩეული არც ამ შენობას, არც ამ შენობაში ვინც მუშაობს და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კათოლიკა ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორ ფიქრობთ? მე ძალიან ოპტიმისტი ვარ ძლიერად ძალიან მეც და ხალხი გარშემო ოჯახები პატიმრების ვართ ოპტიმისტები და დარწმუნებული ვარ რომ ეს ჯოჯოხეთი აუცილებლად მორჩება. კი, ასევე პატიმარ ზურაგი ჯიჯაფარიძის კითხვა დავსვი დაგისვით და ველოდით თქვენგან პასუხს. დიდი მადლობა. შეგვიძლია კიდე გავიაროთ და გაჩვენოთ რა ვითარებაა. შესასვლელს იცავს აუარება პოლიცია და პრინციპში მუშაობა აქ მთელი წლის განმავლობაში როგორც შიგნით ისე გარეთ იყო ძალიან რთული მედიისთვის. საზოგადოება რაღაცნაირად სულგანაბული ელოდება ამ განაჩენს, პირველ განაჩენს 21 წლის ახალგაზრდა ბიჭის განაჩენს და ჩვენ ვიცით რომ მოსამართლე უკვე გასულია სათათბიროდ. აი პოლიციელების პირველივე ხაზზე თქვენ ხედავთ წარწერას. შეგვიძლია მივიდეთ მათთანაც და ვკითხოთ. რაღაც ძალიან მდუმარეთ ხართ და საინტერესო გზავნილი გაქვთ. რას გაჩვენებთ დღევანდელი სასამართლო? ჩვენ გვიჭერავს ბანერი ცირკი და მე მგონი სწორედ ამის აღმნიშვნელი არის დღევანდელი სასამართლო. უდიდესი უსამართლობების წინაშე ხებით ეხლაც მათე დევიძის მხარდასაჭერად მოვედით ჩვენ აქ და შიგნით ვიყავით დარბაზში გვინდოდა შესვლა, მაგრამ ძალის გამოყენებით როდესაც უკვე მანდატურებმა გამოგვაგდეს, ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ შევსულიყავი და ისე დაგვეჭერა მხარი, მაგრამ აქედან ვუსურვებ ხნევებას ყველა პოლიტპატიმარს და ეხლა რაც ხდება, მართლა უდიდესი ცირკი არის და ამას ჩვენ არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგზავნებთ ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ ჩვენ მიზანს და სანამ თითოეული პოლიტპატიმარი ჩვენს გვერდით არ იქნება. დიდი მადლობა. აი ხედავთ რამდენი პოლიციაა და რა ვითარებაა ეზოში, პრინციპში ცოტა დრო რჩება, როგორც ჩანს მალე გახდება ცნობილი მათე დევიძის განაჩენი. აქ არის საუბარება ადამიანებისა, რომლებიც ყოველ საღამოს არიან რუსთაველის გამზირზე და აქვს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გამო, რომელსაც ვაწყდებით არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათე დევიძეს ნამდვილად ჭირდება მხარდაჭერა, ფიქრობენ აქ საზოგადოების წევრები, მტრობის ახალგაზრდაა და ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს თავისი კუთვნილი საოცნებო გიტარა, რომელიც როგორც მისვაბები ამ გვიანბო მას არ აქვს და ძალიან უნდოდა. ჩვენ დღეს ველოდებით მის განაჩენს. მიშოს თავს კიდევ წამომყვეს აქეთ და შემიძლია გავაგრძელო თხრობა. მიშო წამო. და სხვა ადამიანებსაც ვკითხოთ რა მოლოდინი აქვთ ამ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ესწრება ძალიან ბევრი ადამიანი და როგორც მოსალოდნელი იყო, დიახ, მათე დევიძის სასამართლო პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დღეს და ჩვენ ვიცით, რომ ამ განაჩენს მოყვება შემდგომ სხვა პატიმრების განაჩენებიც.